როგორი უნდა იყოს საკმარისად კარგი მამა. დღეს ვსაუბრობთ მამის როლზე და ფუნქციაზე ბავშვის განვითარებაში. მამა არ არის მხოლოდ მეორე მშობელი, ის არის ადამიანი, რომელიც ეხმარება ბავშვს გაიზარდოს დამოუკიდებლად, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. ის აწესებს საზღვრებს, ახდენს გამიჯვნას, ასწავლის მოლოდინს მოლაპარაკებას, მიღებას, რეალობასთან შეგუებას. და ეს ყველაფერი ეტაპობრივად. 8 თვემდე პერიოდში ბავშვისთვის მთავარი ფიგურა დედაა, რადგან ჯერ კიდევ ვერ გამოჰყოფს თავს მისგან. გრძნობს, რომ მასთან ერთი მთლიანობაა და მამის როლი ამ პერიოდში არის ზრუნვა დედაზე, იყოს გვერდით, მხარი დაუჭიროს, დაეხმაროს, რათა დედა იყოს რესურსში და არა გამოფიტული. ანუ 8 თვემდე მამა არის საყრდენი დედისთვის. რაც შეეხება 3 წლამდე პერიოდს, ბავშვი იწყებს საკუთარი ნების სურვილების პროტესტის გამოხატვას და აქ ჩნდება გამიჯვნის სეპარაციის ამოცანა, თუდეს არ შეუძლია მაგალითად თუ არ იუთხრას ერთად ძილზე, ან ყველაფრის პირველივე მოთხოვნისთანავე მიცემაზე, მამას შეუძლია დააწესოს წესი, მაგალითად შენ გზინავს შესაძლში. ის იწვევს ფრუსტრაციას, მაგრამ სწორედ ასე სწავლობს ბავშვი დამოუკიდებლობას. 6 წლამდე პერიოდში მამა როგორც ხიდი სახლსა და გარეთს შორის. აცილებს ბაღში, ასწავლის მეგობრობას, საკუთარი საზღვრების დაცვას. ეხმარება ფრუსტრაციის გაძლებაში. დიახ, შებრაზობ, მაგრამ ეს ნორმალურია, არსებობს წესები და საზღვრები. 6 წლის შემდეგ მამა ნერგავს სოციალურ და მორალურ წესებს, აჩვენებს როგორი უნდა იყოს გუნდის ნაწილი, პატივისცეს სხვებს, მიაღწიოს მიზნებს, შეიძლება იყოს მკაცრი, მაგრამ ამავდროულად თბილიც. ის აწესებს კანონებს, მაგრამ თან უჭერს მხარს. ხშირად ოჯახებში პირიქით არის, დედაა ის, ვინც აწესებს წესებს და მკაცრია, მაგრამ ეს ხანდახან საშიშია, რადგან შეიძლება კონტროლში და ზედმეტ შფოთვაში გადაიზარდოს და ბავშვს გაუჭირდება სეპარაცია ან გახდება აგრესიული დედისადმი. ხოლო მამები ხშირად ირგებენ კეთილი პოლიციელების როლს, რომლებიც ბავშვებს ანებიურებენ, სრულებს უსრულებენ, ხოლო რთულ დავალებებს და აღზრდას მთლიანად დედებს აბარებენ. ასევე ხშირად მამა არის მხოლოდ დამსჯელი ინსტანცია ოჯახში. ის აშინებს, მაგრამ ხარს არ უჭერს, არ ასწავლის. მამის როლი ბავშვის ცხოვრებაში შეიძლება შეასრულოს არა მხოლოდ ბიოლოგიურმა მამამ, არამედ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც დაეხმარება ბავშვს საზღვრების დაწესებაში, წესრიგის და სტაბილურობის შეგრძნებაში, დედასთან მჭიდრო კავშირიდან გამოსვლაში, დამოუკიდებლობის განვითარებაში, ვინც ასწავლის და ესაუბრება ცხოვრებაზე. კომენტარებში დამიწერეთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ საკმარისად კარგი მამა. ნახვამდის.